მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ახალი ვიდეოს დრო მოვიდა. სანამ გადავალთ უშუალოდ ვიდეოზე, მინდა შეგახსენოთ, რომ ვათამაშებთ MacBook Neo-ს, აი ამ MacBook Neo-ს და 10,000 გამომწერზე აუცილებლად გავათამაშებთ. ამისთვის საჭირო არის მხოლოდ გქონდეთ გამოწერილი არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დაწეროთ მინიმუმ ერთი კომენტარი ვიდეოს ქვეშ. როდესაც ავალთ 10,000 გამომწერზე, ავარჩევ რანდომაიზერით გამარჯვებულს და გავათამაშებთ MacBook Neo-ს. ახლა კი მინდა გადავიდე ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემაზე, ეს არის ტექნიკური ვალი დეველოპმენტში და მთლიანად IT ინდუსტრიაში. და მოდი ახლა პირველ დავიწყოთ კითხვით, რა არის ტექნიკური ვალი და რა დროს ვანდომებთ დეველოპერები დეველოპმენტში ზოგადად ტექნიკურ ვალზე მუშაობას. ყველანაირი კვლევებით, რაც წავიკითხე და რასაც გადავხედე, მე თვითონაც არ ვიცოდი, რომ ამდენი რესურსი იხარჯებოდა ამაში. დაახლოებით 42% დეველოპერების სამუშაო მიდის ტექნიკურ ვალში, თითქმის ნახევარი ჩვენი სამუშაოს და ეს გლობალურ ეკონომიკას წელიწადში უჯდება დაახლოებით 85 მილიარდი დოლარი. ძალიან დიდი თანხაზე არის საუბარი და მოდი ახლა გავარჩიოთ უშუალოდ რა არის ტექნიკური ვალი, როგორ უნდა ვებრძოლოთ, როგორ გავზომოთ და ასე შემდეგ. პირველი რითაც უნდა დავიწყოთ, მოდი ტექნიკური ვალი შევადაროთ საკრედიტო ბარათს. როდესაც თქვენ დღეს ცდილობთ, რომ რაიმე პროდუქტი შექმნათ ძალიან მალე და გაუშვათ, თქვენ ასე ვთქვათ, ვალს იღებთ მომავლისგან. იმიტომ რომ დღეს რაღაცა ასე ვთქვათ, მიფუჩეჩებული საქმე აუცილებლად უფრო ძვირი დაგიჯდებათ მომავალში. იმიტომ რომ ხო, ესეა მოწყობილი ეს ყველაფერი, თქვენ რომ დღეს რაღაცაზე იცით, რომ ცუდად აკეთებთ და მაინც აკეთებთ ამას, ეს მომავალში აუცილებლად გაგირთულებთ ცხოვრებას. ეს გამოიხატება ახალი ფიჩერის ძნელად დამატებაში, ცვლილებების ძნელად შეტანაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ტექნიკური ვალიც არ არის რაღაც ერთფეროვანი. და არსებობს ესეთი ფაულერის 3 ტიპი ტექნიკური ვალის და იყოფა ესენი ესე, რომ პირველი არის გააზრებული ტექნიკური ვალი. როდესაც ადამიანებმა იციან, რას აკეთებენ, იციან, რომ ცუდად აკეთებენ, მაგრამ იმდენად ეჩქარებათ, რომ ამ პროდუქტის გაშვება, რომ თანახმარიან, თავარია ეხლა გავუშვათ და შემდეგ, თქვათ, რამოდენიმე თვეს დაუთმობთ ამის გასწორებას. ეს არის ერთგვარი სწორი მიდგომა და სწორი ვალი, ასე ვთქვათ, და მეც ხა რომ მახსენდება ყველაზე უახლესი ესეთი ვალი დაახლოებით 6 თვის წინ ავიღეთ, არა 1 წლის წინ ავიღეთ სამსახურში, როცა რაღაც ახალი პროდუქტი უნდა გაგვეშვა, რომელიც აქამდე არ გქონდა და ზუსტად ვიცოდით, რომ რაღაც ცუც უბრალოდ კარგად არ ვაკეთებდით, მაგრამ იმდენად გვეჩქარებოდა, რომ თანახმა ვიყავით, რომ ეხა ესე ბაზარზე შევიდეთ და მერე შემდეგი ვთქვათ 4 სპრინტი დაუთმოთ ამის გასწორებას და მართლა ესე მოხდათ, რომ გავუშვით ეს პროდუქტი, დაახლოებით შემდეგი 2 თვე ძალიან ბევრ ამას ხელით ვაკეთებდით, ხელით ვაკონტროლებდით, ღამე აუცილებელი იყო რაღაც დღის დახურის მერე ვიღაცას გადაეხედა ამ ყველაფრისთვის და კი, ძალიან ისეთი 2 თვე გამოვიარეთ, მაგრამ ამ პროდუქტმა ძალიან დიდი წარმატება მოუტანა კომპანიას, კარგი შედეგი დაწერა და კი, ეს სწორია, იმის მერე მართლაც 4 სპრინტი ავიღეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგვესწორებინა და ეხლა ყველაფერი კარგად არის. ეს არის სწორი, გააზრებული ვალი და ვფიქრობ, რომ ეს ყველგან არის, ყველას გაუკეთებია და ეს სწორია. შემდეგი არის უკვე გაუაზრებელი ვალი. როდესაც რაღაცას აკეთებ, შეიძლება იცი, რომ ცუდად აკეთებ, მაგრამ რა ვიცი, ან კიდია, ან რაღაც ასე ვთქვათ, დიდი და პროფესიონალიზმით არ გამოირჩევი და ამას ანებებ თავს, რომ მოდი იყოს როგორც არის, თავარი არის, რომ რაღაცა ჯირაში ტასკი გადანდეს და არ გვაინტერესებს ეს როგორ იქნება გაკეთებული. ხო, ეს ძალიან ცუდი არის და ეს მოგვიტანს იმას, რომ გავად, ზოგადად ტექნიკური ვალი ხო ესე მუშაობს, რომ რაღაც დღეს რო შენ რაღაცა სულად გააკეთებ, ხვალ ამას ვერ დაინახავ. ამას დაინახავ 1 წლის მერე, როცა რაღაც ერთი პატარა
ცვლილებას დასჭირდება ძალიან დიდი დრო და ასევე ძალიან გაგიჭირდება იქ ცვლილებების შეტანა რაღაც აგერევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს გაუაზრებელი ვალი ძალიან ცუდი არის რა, როცა არ გააზრებული და მაინც ცუდად აკეთებ. და შემდეგი მესამე ტიპი არის უნებლიე ვალი, რომელიც ძირითადად გამოწვეული არის ცოდნით, მაგალითად თუ პროექტში ჩართული ადამიანები არიან კომპეტენცია არ აქვთ, მაგალითად, რა ვიცი, მხოლოდ junior developer-ი მუშაობს რაღაც პროექტზე და ის კონსულტაციებს არ გადის უფრო გამოცდილ თანამშრომელთან, ის ამ ვალს აგროვებს ისე რომ არ იცის. და ეს უფრო დეველოპერის ბრალი არ არის, ეს უფრო ვთქვათ მისი ხელმძღვანელობის ბრალია, რომ არ შეიძლება ექსპერტიზის არ მქონე გუნდში რაღაც ახალი გააკეთო და მერე ეს არც მოიკითხო, ისე გაუშვო პროდაქშენზე. ეს სამი ტიპის ვალი არის ძირითადად, რაც არის მიღებული, მაგრამ მე დავამატებდი კიდევ ერთს ეს ჩემი გამოცდილებიდან, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ ხა იგივე ჩვენთან ბანკში არის რაღაცა თულები დაწერილი, რომელიც მაგალითად დაიწერა 2009 წელს და ბოლო განახლება შევიდა 2013 წელს და ამ თულში არ ხდება არაფრის აღარ ხდება ცვლილებები, მაგრამ ის თავის საქმეს აკეთებს, ანუ ამაზე რო ვთქვათ, რომ მოდი გადავწეროთ და ახლებურად დავწეროთ, ერთადერთი რასაც მივიღებთ, იქნება განახლებული კოდი. რეალურად არაფერი არ შეიცვლება ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ის თავის საქმეს რაღაცა რაც თუნ აკეთებდეს, ეხლაც აკეთებს, იქ ცვლილებები აღარ შედის და ამაზე რესურსის დახარჯვა ну თუ ძალიან პედანტი არ ხარ და არ გინდა რომ ყველაფერი განახლებული გქონდეს, ალბათ არ ღირს, იმიტომ რომ როგორც წესი ხარ, როცა ძალიან ბევრი საქმე არის, ესეთი რაღაცეებისთვის ადამიანები ვეღარ იცდიან, მაგრამ მანდ შემოდის კიდე ერთი რაღაცა, რომ ვაი და შემთხვევით ამას ცვლილება მოგიწია, მერე უკვე ძალიან ცუდად გაქვს საქმე, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ძველ ტექნოლოგიას დაწერილი სისტემა, რომელშიც 10 წელია ცვლილება არ შესულა, იქ მერე რაღაც ტიპის ცვლილებები შეიტანო, ძალიან გაგიჭირდება. ამიტომ ამასაც მე მივაწერ ერთგვარ ტექნიკურ ვალს და ხო, შეიძლება რომ ვთქვათ, რომ თუ ესეთი სისტემა გაქვთ და უეჭველი იცით, რომ აქ ცვლილებებს არ შეიტანთ, it's okay, მაგრამ თუ რაღაც მომენტში ერთი წუთით მაინც უშვებ, რომ აქ შეიძლება მერე ცვლილებები დაგჭირდეს, მაშინ ცუდად არის საქმე და ამაზე სამუშაოა, რომ შეიცვალოს. ხო, ეხლა როგორ ხდება ამ ცვლილებების შეტანა და როგორ ხდება, ასე ვთქვათ, კოდის განახლება ამ ძველი ცუდი კოდისგან. პირველ რიგში ახლა რო ვთქვათ, რომ ჩვენ უნდა გადავწეროთ ყველაფერი და სისტემები, რომლებიც წლები იწერება და ახლა ჩვენ ვთქვათ, რომ დღეს ვიწყებთ ამის მთლიანად გადაწერას, ეს არასერიოზული არის და არც მოგც ამის უფლებას და ამის რესურსს თქვენ ნაკლებად იშოვით. და ჩემი ერთ არც არის სწორი, რომ ახლა ჩვენ რაღაცეები 12 წელი იწერება და ახლა თავიდან დაწერო. კი მესმის, რომ თქვა თუ კომპანიაში დიდი ექსპერტიზაა უკვე დაგროვილი, იგივეს დაწერას 12 წელი აღარ დასჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვიცი, წლები დასჭირდება კიდე და არ ვართ ჩვენ და 100% დარწმუნებულები, რომ ეს წლები რო გავა, კიდე იმ ახალშიც არ მივიღებთ ტექნიკურ ვალს. ამიტომ ყველა ეს სწორი მიდგომა არის, რომ ვიპოვნოთ ეგრეთ წოდებული hotspot-ები, ანუ ცხელი წერტილების სისტემაში, სადაც ყველაზე მეტი ცვლილება შედის და პირველ რიგში დავიწყოთ ამ სისტემის ამ ცხელი წერტილების გასწორება, ასე ვთქვათ. თქვათ 80% თუ არის ძველი კოდი და ეს ძირითადად ხა მთლიან სისტემაში ხო არ შედის, ცვლილებები შედის დაახლოებით ანუ სისტემაში ბევრი არის თულები, ბევრი არის ისეთი ნაწილები, რომელსაც წლები გადის და არავინ არ ეხება. მაგრამ არის რაღაც წერტილები, სადაც ყოველ live, თქვათ, production deployment-დან deployment-მდე შედის ცვლილებები. ამიტომ უნდა დავაიდენტიფიციროთ ეს ადგილები და ვიმუშაოთ ამ ეს დაახლოებით 20%-ია ხოლმე და ამ 20%-ზე და როდესაც ამას გავასწორებთ, რეალურად სისტემაში უკვე ძალიან კაი მდგომარეობას მივიღებთ და უნდა გქონდეთ კარგი წარმოდგენა, სად არის ესეთი ადგილები. ზუსტად უნდა იცოდეთ, აღწერილი უნდა იყოს, დაიდენტიფიცირებული უნდა იყოს და ამის გასწორებით თქვენ ძალიან კაი შედეგს მიიღებთ.
ეხლა შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის გაზომვა, ანუ როგორ ვზომავთ ტექნიკურ ვალს, ხო? და ეს არ უნდა იყოს რაღაც დონის ეს არ უნდა იყოს სიტყვებით, ზეცართავის სახელებით გამოხატული, რომ იქ ცუდი კოდი წერია, იქ რაღაცა არქიტექტურა არ ვარგა, იქ რაღაც არ მუშაობს. ყველაფერი უნდა იყოს რიცხვებში გამოხატული. და ამაში გეხმარებათ შემდეგი მეტრიკები. ერთ-ერთი მთავარი მეტრიკა არის TDR-ი, ეგრეთ წოდებული technical depth ratio, ანუ ვალის კოეფიციენტი და რაც გულისხმობს შემდეგს, რომ როდესაც სისტემაში ცუდი კოდის პროცენტი აღწევს 5%-ზე მეტს, ვიდრე მთლიან კოდბეიზზე, ეს უკვე არის 5% არის ის ოქროს შუალედი, რომელსაც არ უნდა გადავწდეთ. თუ მაგალითად 15%-ზე ადის TDR-ი, ეს უკვე წითელი ხაზი არის და აქ უკვე ყველა უნდა გაჩერდეს და უნდა დაიწყოს განახლება, ასე ვთქვათ, კოდის გასწორება, იმიტომ რომ ამით ახლა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ რას ვიღებთ, ხო? როდესაც თქვენ რაღაც ძალიან დაბინძურებული კოდი გაქვთ, როცა ბევრი ისეთი მეთოდი გაქვთ, რომელშიც ცვლილება ძნელად შედის, ვიღებთ ეს რაღაცას, რომ თავიდან თუ ახალი ფიჩერის დამატებას, ასე ვთქვათ, სჭირდებოდა 1 დღე, რაც დრო გადის, ესეთი ერთდღიანი ტასკების დრო იზრდება და წლების მერე შეიძლება ეხლა ვთქვათ, დღეს რაც 1 დღე დღეს რაც რის გაკეთებაშიც 1 დღე გჭირდებათ, შეიძლება მიიღოთ ისეთ შედეგი, რომ ვთქვათ 2 წლის მერე ამას 2 კვირა დასჭირდეს და სწორედ აქ მიდის, სწორედ ეს არის პრობლემა, რომ როდესაც ბიზნესს უხსნი ამას, ეს ესმის, რომ შენ დღეს გჭირდება რაღაცა 1 დღე და უпростоად გჭირდებოდა 1 დღე და მე ხა დაგჭირდება 14 დღე, ეს უკვე ფულში რომ გამოიხატება, სწორედ ეს არის ის 85 მილიარდი გლობალურ ეკონომიკას რაც უჯდება სამყაროში, რომ და ამით ხდება ძირითადად დათვლა ამ ყველაფრის რამდენი გაქვს ტექნიკური ვალი, ანუ ეს technical depth ratio და ასევე ეხლა რაც ვისაუბრე, ანუ DORA მეტრიკებშიც lead time-ი რაც ნიშნავს, რომ რაღაც პროექტი რო შემოდის და იდეა, თქვა დღეს არის იდეა და ეს უნდა გავაანალიზოთ, გავაკეთოთ, გავტესტოთ, გავუშვათ production-ზე და რამდენი დრო სჭირდება. როდესაც ეს lead time-ი გეზრდება ყოველი deployment-დან deployment-მდე, სწორედ აქ შემოდის უკვე პრობლემები და ზოგადად ხო development-ი რა არის, რომ უნდა ვიყოთ მიმართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი რამე დავაოპტიმიზიროთ, უფრო შემდეგ რაღაც ახლების და ახალი რაღაც დამატებაში უფრო ნაკლები დრო დაგჭირდეს და თქვენ თუ ეს დრო გეზრდებათ, ძალიან ცუდის ნიშანია და უნდა მოხდეს ამ ყველაფრის მაქსიმალურად სწრაფად გამოსწორება. ოღონდ ეხლა ისიც მესმის, რომ ამაში ყოველთვის რთული არის ეს მიყიდოთ მენეჯერებს, იმიტომ რომ ვიღაცისთვის რაღაცა მუშაობს, თქვათ კომპანიის დირექტორისთვის რაღაც მუშაობს და უკან რა დგას ის ამას ვერ ხედავს. და თქვენ რომ იმას ეუბნებით, რომ იქ ცუდი კოდი წერია, ეს ცოტა ეს არ ესმის მას მარტივად, იმიტომ რომ ადამიანი, ვინც არ არის დეველოპერი და ვინც არ არის ტექნიკური ადამიანი, ხო? იმისთვის ყველა კოდი ცუდი არის. ხა რო უყურებს კოდს, ვერაფერს ვერ ხვდება. ხა თქვენ როგორც დეველოპერი რო კითხულობთ ამ კოდს და რაღაც მშობლიურ ენასავით არის, ვინც კოდი არ იცის, იმისთვის ყველანაირი კოდი ცუდია, რაღაც ხედავს, რაღაც ფრჩხილებს, რიცხვებს, რაღაც ნაწერებს, რომელშიც აბსოლუტურად არაფერი არ ესმის. ამიტომ უნდა ისაუბროთ მათემატიკის ენით, რიცხვებში გამოხატული და ჩემი აზრით და რისკებში გამოხატული და ეს ყველას ესმის, რომ ანუ თქვენ რომ ეუბნებით მენეჯერს, რომ არსებობს რისკი, რომ ხვალ რაღაც ერთი ველის დამატებაში 14 დღე დაგჭირდება, თქვა ერთი სპრინტი დაგჭირდება, როგორც გაქვთ სპრინტის დრო დაალაგებული იმის მიხედვით. ეს უკვე ძალიან ცუდია კომპანიისთვის და ამიტომ ესაუბრეთ სწორედ ამ ეს მეტრიკები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მეტრიკები დანერგილი უნდა გქონდეთ კომპანიაში, რომ მარტივად დაანახოთ მენეჯერს
თქვათ დირექტორს თუ რომელიმე C პოზიციის წარმომადგენელს, რომ პრობლემა საიდან მოდის და პრობლემა როცა რიცხვებში არის გამოხატული, ამას ყველა ძალიან მარტივად იგებს. ამიტომ დორამეტრიკებს და TDR-ს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სტრატეგია, რომ კომპანიას ჰქონდეს technical depth, ანუ ტექნიკურ ვალთან მუშაობის სტრატეგია. და ეხლა რაში გამოიხატება ეს სტრატეგია? პირველი რაც არის სტრატეგიის ნაწილი, ეს არის სპრინტიდან სპრინტამდე 15-20% რომ გაასწოროთ კოდი და ამას არ ჭირდება არანაირი შეთანხმება. ეს თლიანად დამოკიდებული არის დეველოპერებზე. მე ხა ვერავინ ვერ დამაჯერებს განსაკუთრებით საქართველოში, რომ რომელიმე დეველოპერი დღეში 8 საათი ზის კომპიუტერთან და თავაუწეველი წერს კოდს. ესეთი რაღაცა არ არსებობს, ყველა საკუთარ გულში ჩაიხედოს და ჩავიხედოთ. არ არსებობს ეს არც ერთ კომპანიაში, რომ ვინმე დღეში 8 საათი იჯდეს და კოდს წერდეს თავაუწევლად. ეს არ არის. ანუ შესაბამისად, ყველა დეველოპერს გააქვთ იმის შესაძლებლობა, რომ იმ გარემოში, რა გარემოშიც თქვენ მუშაობთ, მაგალითად რაღაც თქვენი კონკრეტულ ჯგუფში, ძირითადად თქვენს მიმართულების კოდს ემუშავებით, ხო? და ეს კოდი თქვენზე კარგად არავინ არ იცის. იმ კოდში თუ რაიმე ცუდი წერია, თქვენ თუ სპრინტიდან სპრინტამდე ამ კოდს ასე ვთქვათ, გააპატიოსნებთ და ელემენტარულ რაღაცებს გაასწორებთ, სადღაც ვალიდაცია არ არის ჩაამატებს, სადღაც error handling-ი არასწორად არის, ამას გაასწორებთ, ხო? დამერწმუნეთ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ. ანუ ჩვენ ხო ამას გრძელვადიანად ვთვლით, ხო? რაღაცა დღეს თუ თქვენ დაიწყებთ და ყოველ 2 კვირაში 15% დროს დაუთმობთ რაღაცეების გასწორებას, 1 წლის მერე ძალიან კარგი შედეგი გექნება დამერწმუნებით ამას. შემდეგი ყველაზე ისეთი სწორი მიდგომა და ჩემი აზრით ამ მიდგომით გამოიხატება რამდენად პროფესიონალია გუნდი, ეს არის ეგრეთ წოდებული Boy Scout-ის პრინციპი. და Boy Scout-ის პრინციპი ნიშნავს, რომ დატოვე კოდი იმაზე უკეთესად, ვიდრე დაგხვდა. და ეხლა ეს რაში გამოიხატება? მაგალითად, თქვენ რაღაცა თქვენ საქმეს აკეთებთ და მოგიწიათ რაღაც ახალ კოდთან შეხება. და ხედავთ, რომ ამაში რაღაც არასწორად მუშაობს. ხო, არასწორად მუშაობს არა, შეიძლება სწორად მუშაობს, უბრალოდ რადგან ცვლილება შეგაქვთ და ხედავთ, რომ იქ არ არის რაღაც სტანდარტები დაცული, ცუდად წერია, რაღაც ყველაფერი if-else-ით არის გაკეთებული. მოდი, რადგან უკვე აღებული გაქვს ტასკად, რომ რაღაცას ამატებ, ესენიც გაასწორე და იმაზე უკეთესად დატოვე, ვიდრე დაგხვდა. და მაგალითად, თუ სისტემა ძალიან დიდი არის და, რა ვიცი, 100 დეველოპერი მუშაობს ამ სისტემაზე, თუ ყველა ამ მიდგომით იქნება, ტექნიკური ვალი შეგიმცირდებათ, არ ვიცი, წარმოუდგენლად, ანუ ძალიან დიდი ძალა აქვს ამას, როდესაც ყველა ესეთი მიდგომით არის კოდთან, რომ შენ თუ რაღაცას ხედავ, კი არ უნდა დაიწყო წუწუნი, რომ აუ ეს ვინ დაწერა, ეს რა დაუწერია და ესე ხშირად არის, რომ აუ ეს რამ დაგაწერა, ანუ ეს არ მოსულა ხალხო. და გეტყვით რატო არ მოსულა? მაგალითად 10 წლის წინანდელი კოდს რო ნახულობენ დღეს დეველოპერები, ხო? ყველა კითხულობს, რომ აუ ეს რა არის, ვინ დაწერა, რატო არის ეს დაწერილი. და ერთი რამე ავიწყდებათ, ანუ ესეც გამოცდილების არქონაზე არის, რომ თქვენ არც მე არც არავინ, ხო, თქვენ ხო არ იცით 10 წლის წინ რა პირობებში, რა მოთხოვნით და რა სიტუაციაში დაიწერა ეს კოდი, ხო? შესაბამისად იქნება, რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და დღეს თუ ეს კონკრეტული ფუნქცია არ დაემატებოდა სისტემას, რაღაც კონკრეტული კომპანია კოტრდებოდა და უცბად გააკეთეს და მე უბრალოდ დაავიწყდა და აღარ გადააკეთეს. ანუ მას რაღაც წარსულში ქექვას არ აქვს არანაირი შედეგი, არ მოაქვს, შეიძლება კი დიდი შანსი არის, რომ 10 წლის წინ ვინც დაწერა ეს კოდი აღარ მუშაობს იმ კომპანიაში, სადღაც არის წასული, მის მერე უფრო მეტი ისწავლა და ასე შემდეგ. ხო, 10 წელი ძალიან
ძალიან დიდი დრო. ამიტომ მას წარსულს არ ჩამოეკიდოთ ხოლმე. თქვენ თუ ნახავთ და იცით რომ რაღაცა არ არის სწორად, მოდი დავივიწყოთ წარსული და ეხლა გააკეთეთ და შემდეგში ვინც ნახავს უკვე თქვენ დაწერილ კოდს, იმას მოეწონება და იმას გაუადვილდება. ამიტომ ეს არის ის ნაწილი ბოისკაუტის პრინციპი, რომელიც ჩემი აზრით პიროვნულ თვისებებში ძალიან არა მარტო კოდშიც, ნებისმიერ რამეს ასე არ უნდა აკეთებდეთ, თქვენ თუ ამ მიდგომით მიუდგებით, ძალიან კარგ შედეგებს მიიღებთ. და შემდეგი არის უკვე quality gates, ანუ ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალურად CI/CD pipeline-ები ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ცუდი კოდი არ გაეშვას, არ დაიბილდოს, არ დაიმერჯოს და ეს DevOps-ების საქმე არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თუ ეს ავტომატიზირებულად ძალიან კარგად გქონთ გაკეთებული, ჩემი აზრით ძალიან კაი შედეგებს მიიღებთ, რომ აღარ მოხდება უბრალოდ ცუდი კოდის დამერჯვა და ეხლანდელი ტექნოლოგიები ამის საშუალებას გვაძლევენ და ეს ძალიან გამოსაყენებელი არის. დანარჩენი ხა კომუნიკაციაზე უკვე ვისაუბრეთ. ხო, ერთი რაც მინდა ძალიან კიდე თქვა, რომ ცუდი კოდი იწვევს ერთ-ერთ ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება დაემართოს development-ს. ეს არის turnover-ი. როდესაც ახლა ძალიან ცუდი კოდია დაწერილი, არავის არ მოსწონს აქ მუშაობა და ხდება უკვე დეველოპერების გადინება, რომ როდესაც ახლა გიწევს რაღაც ისეთი ცვლილებების შეტანა ისეთ კოდში, რომ თავს და ბოლოს ვერ უგებ, ყველა იწყებს მერე ახალი სამსახურის ძებნას, რომ უკვე დაიღალა, ვეღარც ვითარდები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა 15 წლის წინანდელ ტექნოლოგიაზე რომ რაღაცებს უბრალოდ ვინტებს თუ იმებს უჭერ და უშვებ, ეგ არავის არ მოსწონს, ხო? ამიტომ turnover-შიც turnover-ს ძალიან ზრდის ტექნიკური ვალი და ესეც აუცილებლად გასთვალისწინებელი არის. ეხლა ნელ-ნელა რომ გადავიდეთ დასკვნაზე და თან მე მგონი 60 გრადუსი არის ჩემ ოთახში, იმიტომ რომ ორი ძალიან დიდი განათება არის ჩართული და არც კონდიციონერი შველის და არაფერი. დასკვნაზე რომ გადავიდეთ, ვალი ნოლამდე არასდროს არ დავა. იქ სადაც ადამიანები მუშაობენ, ვალი ნოლამდე არასდროს არ დავა და არც არის ეს საჭირო, როგორც ვქვია, ანუ არსებობს ვალები, რომლებიც მისაღებია. წარმატებული იქნება კომპანია თუ მას აქვს ამ ვალის მართვის სტრატეგია, ზევით უკვე ვისაუბრე და ამას არ უგულველყოფს და ძალიან ისე მისდევენ ამ თემას და არ აიგნორებენ და თავარი, ანუ ელოდებით, რომ რაღაცა 200 კაცი შეიკრიბება, ძალიან დიდი პროექტები დაიწყება, ყველაფერი გადაიწერება, არა, იპოვეთ ერთი hotspot-ი, გაასწორეთ, გაუშვით. ყველა თუ ამ მიდგომით იქნება, ძალიან მალე ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ. თქვენზეა დამოკიდებული ძირითადად, იმიტომ რომ კოდს თქვენ წერთ, ყველაზე მეტად დეველოპერებს ტკივათ ცუდი კოდი და ჩემი აზრით დეველოპერებს ვიაქვთ შესაძლებლობა ამ კოდის გასწორების. მოკლედ, ეს არის მე მგონი დღეისთვის რაც მინდოდა მეთქვა. დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი, მინდა რომ ავიდეთ მალე 10,000 გამომწერზე რომ გავათამაშო MacBook-ი. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ დამიკომენტარეთ თქვენ რა სტრატეგიას იყენებთ ტექნიკურ ვალთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ და YouTube-ის კომენტარებში გავარჩიოთ ამ ზაფხულის ცხელ დღეებში, ვინ რას ვაკეთებთ, ვის რამდენი გვაქვს ვალი, ყველაფერი კარგად იქნება. ხაკი ნახვამდის.